უცხოური გრანტის გაცემას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. ქართული ოცნება გრანტების შესახებ კანონში რეპრესიული ცვლილებების შეტანას დაჩქარებული წესით იწყებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონი მიზნად ისახავს საქართველოს ჩაკეტილ, იზოლირებულ სახელმწიფოდ გადაქცევას, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაექვემდებაროს პარტია ქართული ოცნების ტოტალიტარული სტილის კონტროლს და გამოირიცხოს საზოგადოებისთვის საჭირო თანამდგომის მიღება საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისგან. მათივე შეფასებით კანონი ასევე მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტას. დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არის ქცეული, ადამიანების დაცვის ერთადერთ საშუალებას სამოქალაქო სოლიდარობა და აქტიურობა წარმოადგენს. აღნიშნული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი და მიზნად ისახავს მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას. ქართული ოცნების ეს ინიციატივა არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის დახმარების სისტემის განადგურების სტრატეგიის გაგრძელება. არალეგიტიმური პარლამენტი ცდილობს ქართულ ხალხს ჩამოაშოროს მეგობრების მხარდაჭერა და თანადგომა და დაუცველი დატოვოს ბავშვები, ქალები, სტუდენტები, ხანდაზმულები, უკანონო პატიმრები, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულები, უკანონოდ დაჯარიმებულები, ძალადობის მსხვერპლები, შეშმ პირები, ჟურნალისტები, კულტურის, ბიზნესის და სხვა სფეროს წარმომადგენლები. ჩვენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კვლავ მტკიცედ ვაცხადებთ, არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე წინააღმდეგობას გაუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს. ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებით იქნება სისტემა, რომლის მიხედვითაც გრანტის გაცემაზე თანხმობის მიღება დასჭირდება დონორს და არა NGO-ს. პაპუაშვილის მტკიცებით ეს საჭიროა იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, რისი დაფინანსება ხდება საქართველოში და არის თუ არა ეს ქართველი ხალხის ინტერესში. ცვლილების მიხედვით ოცნების მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის გაცემა აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. პროექტის თანახმად, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის მისაცემად 10 დღიანი ვადა განისაზღვრება, თუმცა გასაჩივრების პროცესში მთავრობის გადაწყვეტილება არ ჩერდება. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას ამ გრანტის ორმაგი ოდენობით. აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებით ცხადი ხდება, რომ საქართველოში დიქტატურის დამყარება ბოლო ფაზაში გადადის. მათი შეფასებით ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში ყველაფერს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი განაგებდეს. რაღაცნაირად არ უნდა ქონდეს ივანიშვილის ბანდას ცხადი ხდება, რომ საქართველოში ბოლო ფაზაში გადადის დიქტატურის დამყარება, არანაირი თანხები არ ემოძრავებს ივანიშვილის ნებართვის გარეშე საქართველოში, არც დასავლური, არც ქართული და მას აქვს სურვილი და არათუ სურვილი არამედ მიზანი აქვს ეს და ყოველდღიურად ასრულებს ამ მიზანს, რომ ყველაფერი აბსოლუტურად როგორც ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური კუთხით წყდებოდეს მხოლოდ ივანიშვილის გავლით საქართველოში. ყველა ცვლილება საკანონმდებლო, რაც განსაკუთრებით არის შესული კანონმდებლობაში ბოლო 2 წლის განმავლობაში, ემსახურება ადამიანის უფლებების შეზღუდვებს, დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს და ეს სწორად არის აღქმული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამ ქვეყანაში არსებულ ხელისუფლებას ეშინია განსხვავებული აზრის, ეშინია კრიტიკული აზრის, ეშინია დემოკრატიული სიჯანსაღის პროცესების და ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ სუსტია ხელისუფლება რომ ნამდვილად იყოს გამარჯვებული და ნამდვილად ძლიერი, არ დასჭირდებოდათ ასეთი არაპოპულარული და დემოკრატიის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა და მით უმეტეს კანონმდებლობის შეცვლა. როგორც ცნობილია, ახალი კანონპროექტი გამონაკლისებსაც ადგენს. სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე. საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.